მაშინ, როცა ვაშინგტონი გრენლანდიასთან დაკავშირებულ ამბიციას ახლა უკვე ტარიფებსაც უკავშირებს, ევროკავშირის ქვეყნები აქამდე არასდროს გამოყენებული მექანიზმის ამოქმედებას განიხილავენ, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებს პასუხი გასცენ არა როგორც ცალკეულმა სახელმწიფოებმა, არამედ როგორც 450 მილიონიანი მომხმარებლის ერთიანმა ბაზარმა. ვაშინგტონის სულ უფრო მტრული რიტორიკა გრენლანდიის საკითხზე ევროკავშირის ზოგიერთ წევრს ახლახან მიღებული, მაგრამ ჯერ გამოუცდელი ეკონომიკური ზომის, იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის გამოყენებაზე აფიქრებს. ეს კანონი, რომელიც ძალაში 2023 წლის დეკემბრის ბოლოს შევიდა, ევროკავშირის კოლექტიური რეაგირების მექანიზმია იმ შემთხვევაში, თუ კი ბლოკის წევრი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ ექცევა, რათა ვაჭრობასა ან ინვესტიციებზე ზეგავლენის მქონე ზომების გამოყენებით ან გამოყენების მუქარით კონკრეტული არჩევანი გააკეთოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, გაკვირვებული დარჩა იმით, რომ წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა მის განახლებულ მცდელობას გრენლანდიის შეძენის ან მასზე რაიმე ფორმით კონტროლის მოპოვების თაობაზე მხარი დაუღოვნებლივ არ დაუჭირეს. საპასუხოდ იგი დამატებით 10%-იანი ტარიფებით დაემუქრა დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს. ტარიფები 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს და თუ კი ევროპული სახელმწიფოები წინააღმდეგობის გაძევას კვლავ გააგრძელებენ, ივნისიდან ისინი 25%-მდე გაიზრდება. ახალ მუქარაზე პასუხად ბლოკის ორი უდიდესი ეკონომიკის, გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნაზე დათანხმების იძულებისთვის ეკონომიკური შანტაჟის გამოყენებას არ დაუშვებენ. დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით ევროპულ სახელმწიფოებს პირველად არ ემუქრება, თუმცა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ეს მუქარა პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ მიზნებს, ანუ იმას, რასაც იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი ეკონომიკურ ზეწოლად განსაზღვრავს გეოპოლიტიკური შედეგის მისაღწევად. ეს კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლეგიტიმურ სუვერენულ არჩევანში არასათანადო ჩარევას წარმოადგენს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალიან აგრესიული განცხადებები ვითარებას ამწოვებს და რომ ყველამ, ვისაც საერთაშორისო სამართლის სჯერა, დონალდ ტრამპს უნდა დაანახოს, რომ ამ გზით წინსვლას ვეღარ შეძლებს. რაშიც დარწმუნებულები ვართ ისაა, რომ თუ ძლიერ პასუხს არ გავცემთ, სისუსტის სიგნალს გავგზავნით. გასულ კვირას ვაშინგტონში ვიყავი და მის ვიცე-პრეზიდენტთან შევთანხმდი, რომ ჩვენი წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე უნდა დავხსნათ და ნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ საკითხის გადაწყვეტა ამერიკის გონივრული სურვილების გათვალისწინებით. რადგან არქტიკაში ახალი ვითარებაა და სიტუაცია მომავალში ალბათ მხოლოდ გაუარესდება. ეს ყველაფერი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული ძალიან აგრესიული განცხადებებით დაინგრა და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც საერთაშორისო სამართლის სჯერა, ხმამაღლა ისაუბროს, რათა ტრამპს დავანახოთ, რომ ამ გზით წინსვლას ვეღარ შეძლებს. ორშაბათს გრენლანდიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტროელს ლუნდ პოლსონსა და ვივიენ მოცპოლს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ნატოს გენერალური მდივანი ვითარებას კარგად აცნობიერებს და ხედავს, რომ გამოწვევის წინაშე ახლა არა მხოლოდ დანიის სამეფო, არამედ მთელი ალიანსი დგას. არა მხოლოდ დანიის სამეფოსთან მიმართებით, არამედ ევროპისა და ამასთანავე ნატოს მომავლისთვისაც ეს საკითხი იმდენად რთული და დაძაბულია, რომ არ მიმაჩნია საჭიროდ დეტალურად სათითაოდ განვიხილოთ ყველაფერი, რაც შევათანხმეთ. თუმცა ვხედავ ნატოს გენერალურ მდივანს, რომელიც კარგად აცნობიერებს იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც დანიის სამეფო იმყოფება და ასევე იმ გამოწვევებს, რომლებიც ნატოსთან მიმართებით არსებობს. მე და ტროელსმა არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შევათანხმეთ. ეს შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. რამდენ ადამიანს შეუძლია საუკეთესოდ უზრუნველყოს არქტიკის უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როგორ უნდა ვიმუშაოთ არქტიკის უსაფრთხოების საკითხზე. სწორედ ამიტომ ვატარებთ ახლა სხვადასხვა სახის სწავლებას. ორშაბათსვე დანიას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. გრენლანდია არ იყიდება, განაცხადა რობერტა მეცოლამ და ამ საკითხზე ევროკავშირის ერთიანობას გაუსვა ხაზი. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ გასულ კვირას გაჟღერებული მუქარა არქტიკის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში არ დაეხმარება. სინამდვილეში ეს საპირისპირო რისკს შეიცავს. გრენლანდიამ და დანიამ ერთმნიშვნელოვნად დააზუსტეს, რომ გრენლანდია არ იყიდება და რომ მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემას იმსახურებს. ეს ფაქტი არ შეიცვლება. როცა რამდენიმე თვის წინ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მოვიწვიეთ ამ საკანონმდებლო დარბაზში, მას ვუთხარით, რომ როდესაც გრენლანდიის მოსახლეობა ევროპას შეხედავს, მხარდაჭერასა და პარტნიორობას დაინახავს. ამას ახლაც ვიმეორებთ. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ენდობა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას.
ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვიცი, ბევრი ადამიანი შტატებშიც იზიარებს ამ რწმენას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის არქტიკის დაცვის საქმეში. ამიტომაც გავაძლიერეთ თავდაცვის ზომები და გავზარდეთ ხარჯები. ჩვენ ვიცით, რომ ტრანსატლანტიკური და არქტიკული უსაფრთხოების მიღწევა გრენლანდიისა და დანიის სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გზით დესტაბილიზაციისა და ტარიფების მსგავსი ზომების გარეშე შეიძლება. ვიცით, რომ ყოველ სერიოზულ გლობალურ საკითხს უკეთ უყურებთ მაშინ, როცა ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად მოქმედებენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გრენლანდიის დაუფლებაზე აქამდე საუბრობდნენ, თუმცა ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა კუნძულზე საკუთარი სამხედროები გაგზავნეს. სწორედ ამ ქვეყნებისთვის გადაწყვიტა დონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესება. თეთრი სახლის თანახმად, თუ კი კუნძულ შტატები არ დაეუფლება, ამას რუსეთი ან ჩინეთი გააკეთებს.